ვიდეო მტკიცებულებას, რომელიც გამოკვლევასაც, რომლის ჩართვასაც ვითხოვდით არაერთ მოწმესთან, გამოვიკვლიეთ დღეს, რაც გახლავთ ძირითადი მტკიცებულება, რამაც ფარდა ახადა თლიანად ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმეს. კარგად გამოჩნდა ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებული დაზარალებული ვახტანგ გაბუნია, რომელიც დაზარალებულად არის საქმეში ცნობილი, პირველად ფიზიკურად აზიანებს ანატოლი გიგაურს და სახეში შეკრული მუშტის გამოყენებით ურყავს ხელს. ამის შემდგომი მოქმედება უკვე არის ანატოლი გიგაურის ვერბალური ფრაზები თუ რატომ დაარტყა მას, რამდენჯერმე იმეორებს რატომ დამარტყის სიტყვებს. მას შემდეგ რაც განმეორებით უკვე ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა მარცხენა ხელის გამოყენებით სცადა რაღაც სახის ზემოქმედება ანატოლი გიგაურზე, ანატოლი გიგაურმა საპასუხო მოქმედება განახორციელა და მარჯვენა ხელის გამოყენებით ფიზიკურად ეცადა მოიშორებინა ვახტანგ გაბუნია. რაც შეეხება ფაქტს, ეს რაც მე მოვყევი არის მაქსიმუმ 5 წამი, ანუ ფაქტობრივად ვახტანგ გაბუნიას პირველი მოქმედება, მეორე მოქმედება და ანატოლი გიგაურის მოქმედება იმდენად თანმიმდევრულია, იმდენად ახლო მონაკვეთშია და ებმის ერთმანეთს, ობიექტურ დამკვირვებელს სხვა განცდას ვერ გაუჩენს, გარდა იმისა, რომ სახეზე ჰქონდა აუცილებელი მოგერიების ფარგლები. ის მოწმე გარდა ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევისა, რომელიც დავკითხეთ, რომელიც ფაქტობრივად ორივე პირთან, ანატოლი გიგაურთან და ვახტანგ გაბუნიასთან რამდენიმე სანტიმეტრში იმყოფებოდა, პირდაპირ უყურებდა ყველა ქმედებას, პირდაპირ ესმოდა ყველა ფრაზა მიუხედავად ხმაურისა, საერთოდ არ აღნიშნა ფაქტი, რომ ვახტანგ გაბუნიამ ხელის გამოყენებით დაარტყა ანატოლი გიგაურს. პირიქით, მას ახსოვს თვალები ღია აქვს, ესე ვთქვათ, როცა ანატოლი გიგაური ხელს იქნევს, მაგრამ თვალები დახუჭული აქვს საპატრულო პოლიციის გაუმძიებას, როცა ანატოლი გიგაურს ხელს ურტყავს პოლიციელი. ანატოლი გიგაურს რომ სახეში მოხვდა ხელი, არ დაგინახავთ? ანატოლი გიგაურს სახეში რომ მოხვდა ხელი, არ დაგინახავთ. ვახტანგ გაბუნია რომ ხელი დაარტყა ანატოლი გიგაურს, ეს რაღაც არ დაგინახავთ? არ დაგინახავს, იმიტომ რომ გავსი რომ არ მოხვდა. აი მე დაგხვდე, აი ეს გევა ამ დროს კიდევ თუ არა თქვენ ხელს გაბუნი უხეში, თან უხეში. ის თავშია მარკო. არა. აუცილებლად შეიძლება რომ უხეში ესე გაბუნია მოგიტო ხელი თქვენ? არ მოგიტო. არა. ჩვეულებრივ ავტომობილთან ვიდექ. გაბუნია და მე თქვენ. მე თქვენ გაგიწევთ გაბუნია? არა. არა. ამ დროს მე ვეუბნები გაბუნიას, რომ რას აკეთებ? შენ ხელზე უხეშობის გამო მოხვდა ზუსტად ის ხელი. რას აკეთებ? გაბუნიას მე ვეუბნები, მათ დროს მარტავს ხელს სახეში. იყო არ გამომდინარე იქიდან იმდენად თანმიმდევრულია ეს ქმედებები, რაც აღნიშნე, ანატოლი გიგაურის ქმედება ობიექტური დამკვირვებლის აღქმით ყველა შემთხვევაში უნდა შეფასდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებად, რაც არის გამომრიცხველი მარწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, შესაბამისად ანატოლი გიგაური უნდა გამართლდეს. თუმცა პირობითად მოსამართლემ შეიძლება მიიჩნიოს, რომ აქ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო, მაგრამ გიგაურმა გადაამეტა. შეუძლია მოსამართლეს ამ კუთხითაც იმსჯელოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გადაამეტა და შეაფასოს გიგაურის მოქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, რაც გაცილებით მსუბუქი სახის დანაშაულია.